13 დეკემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავარმა ოპონენტმა ბუდაპეშტის ქუჩებში 10,000-ობით დემონსტრანტი შეკრიბა. ისინი არასრულწლოვანთა დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობის სავარაუდო ფაქტებს აპროტესტებდნენ. ორბანის მთავარი ოპონენტის პეტერ მაგიარის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია ამ კვირაში გამოქვეყნებული ვიდეოების საფასუხოდ გაიმართა. კადრებში ჩანს, როგორც ძალადობენ ფიზიკურად ბუდაპეშტის არასრულწლოვანთა სახჯელ ასრულების დაწესებულების თანამშრომლები იქ მყოფ ბავშვებზე. დაწესებულების ხელმძღვანელებს, რომლებიც პროსტიტუციის ქსელის ოპერირების გამო არიან ეჭვმიტანილი და დაკავებული, ბრალად ედებათ არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობაც. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლა გავაძლიეროთ. უამრავი ადამიანის მსგავსად ვფიქრობთ, რომ ეს უნდა დასრულდეს. გადადგება თუ არა მთავრობა? ჩვენ მათ ასე არ ვიცნობთ, მაგრამ შესაძლოა, მხოლოდ იმედით ვცხოვრობთ. ხელისუფლების კრიტიკოსები ორბანის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ გავრცელდა ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მთავრობას ბავშვების დაცვა არ შეუძლია, ამიტომაც მოუწოდებენ ისინი ორბანს გადადგომისკენ. სხვა ქვეყნებში ამ სკანდალის გამო მთავრობა გადადგებოდა, მაგრამ აქ ვხედავთ, როგორ ებღაუჭებიან ისინი ძალაუფლებას კბილებითა და ფრჩხილებით. მათთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ამ მორალური უფსკრულიდან, ამ ორმოდან ამოყვანა. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფერზე მეც ნიშნავს. თუმცა მალე დასრულდება ეს ყველაფერი. აპრილისთვის მაინც მოუწევთ წასვლა. ეს ახლა უკვე აშკარაა. სახელმწიფო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტები ადრეც დადასტურდა, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. 2024 წელს უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა და იუსტიციის მინისტრმა იუდით ვარგამ საზოგადოების აღშფოთების გამო თანამდებობები დატოვეს. მათ ბრალად ედებოდათ ბავშვთა სახლში ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების დაფარვა. მათ ასევე მხარი დაუჭირეს გასამართლებული მამაკაცის შეწყალებას. მაგიარი ორბანის ფიდესის პარტიის ყოფილი წევრი უნგრეთის პოლიტიკური ყურადღების ცენტრში ამ სკანდალის გამოაშკარავებისთანავე მოექცა. იგი მთავრობას არასწორ ქმედებებსა და კორუფციაში ადანაშაულებდა. გაზაფხულზე უნგრეთში არჩევნებია დაგეგმილი. დამოუკიდებელი კვლევების მიხედვით მისი ცენტრისტული მემარჯვენე პარტია ტისა ორბანის ფიდესის პარტიას უსწრებს.